მოგესალმებით, დღეს ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბრებთ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში, ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. ჯვაროსნები დინამო არენაზე თურქეთს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ კვალიფიკაცია 2-3 წაგებული მატჩით დაიწყეს. ამ მარცხის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიქრი როგორც მინიმუმ ძალიან რთულია. მართალია ეს პირველი თამაში იყო და წინ კიდევ 5 მატჩია, მაგრამ რეალურად თურქეთთან შინწაგება არ შეიძლებოდა. ცხადია შანსი რჩება, მაგრამ უკვე ისეთი ესპანეთის ნაკრებთან წარმატებებსაც რომ გულისხმობს, ან თურქეთში მოგებას. კარგი იქნებოდა ეს პირველი თამაში მინიმუმ არ წაგვეგო. ვილისანიოლმა 4 მცველიანი სათამაშო სქემა აირჩია. ოთარ კიტეიშვილის და გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში მოედნის ცენტრი ისედაც ძალიან შესუსტებული გქონდა. სანიოლმა კი 4-4-2 სქემის არჩევით შუახას კიდევ ერთი ფეხბურთელი მოაკლო. საყრდენ ზონაში მხოლოდ ქოჩორაშვილი მექვაბიშვილის იმედად ვიყავით. საწყის წუთებში იყო ქაოსი და შეცდომები ჩვენს უკანა ხაზში. მართალია თურქეთის ნაკრებმა ანგარიში სტანდარტულიდან გახსნა, მაგრამ მაინც სტარტზე ჩვენს გუნდში ზედმეტად ბევრი ნერვიულობა და დაბნელობა შეინიშნებოდა. გთავაზობ ფეხბურთელების კომენტარებს. ხუჩა ყვარაცხელია. თურქეთს ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. დღევანდელი მატჩი შეცდომების გამო დავთმეთ. მეორე წუთზე გაშვებულმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტრეხა. მეორე ტაიმს კი დადებითად შევაფასებდი. ისე უნდა ვითამაშოთ ბულგარეთთან, როგორც მეორე ტაიმში ვითამაშეთ. მადლობა ქომაგებს, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით იყვნენ. ზურიკო დავითაშვილი. დასანანი მარცხი განვიცადეთ. ცუდად დავიწყეთ თამაში, თურქებმა კი ამით ისარგებლეს. მე არ ვარ მაინც კმაყოფილი ჩემი თამაშით. შემეძლო გუნდის გადარჩენა. გოლი მიხარია, მაგრამ ბოლო წუთზე შემეძლო გატანა. გურამ კაშია. სამწუხაროდ პირველი ტაიმი ძალიან ცუდად დავთმეთ. ის 2 გოლი ჩვენს კარში მოვიგონეთ. სამწუხაროა, რომ 2 გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გაუშვით, ამან ძალიან უკან დაგხვია. გული მწყდება, რომ მესამე გოლი უშუალოდ ჩემი შეცდომის გამო გავიდა. 0-3 შემდეგ ძალიან მოუმატეთ და გული მწყდება, რომ ასეთი შედეგი დასრულდა მატჩი. პირველი 25 წუთში თურქეთს 2 გოლი ვაჩუქეთ. ეს ჯერ პირველი მატჩია. თურქეთი ჩვენი კონკურენტია მეორე ადგილისთვის. ბულგარეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ისევ თბილისში ითამაშებს, ამჯერად ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ და ოქტომბერში 2 გასვლითი მატჩი ელოდება. 11 ოქტომბერს ესპანეთთან და 14 ოქტომბერს თურქეთთან. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.